დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლების, კულტურის და სოციალურ საკითხთა კომისიაზე სხვადასხვა აიპების წარმომადგენელთა 2025 წლის ანგარიშები მოისმინეს. საზოგადოებრივი ჯანდაცვა, კულტურა, სპორტის სხვადასხვა მიმართულებები. დღეს საკრებულოს დარგობრივმა კომისიამ აღნიშნული სამსახურების გაწეული მუშაობის ანგარიშებს მოусმინეს. საკრებულოში კი აიპების ხელმძღვანელი პირების საანგარიშო გამოსვლები დარგობრივი კომისიების მიხედვით გაგრძელდება. 2025 წელი ძალიან წარმატებული წელი იყო კულტურის ცენტრისთვის, როგორც ადგილობრივი ღონისძიების ჩათვლით, ისე საერთაშორისო მნიშვნელობით ადგილობრივი და გეგმით ღონისძიებებში და ფესტივალებში კულტურის ცენტრის ასამბლემა, როგორც ფოლკლორურმა, ისე ხალხურმა ქორეოგრაფიულმა ასამბლემამ პირველი ადგილი და გრან-პრები მოიწვიეს. მიიღეს ასევე ქონა საერთაშორისო გასვლები ტალიში და ხორვატიაში, სადაც საუკეთესო შესრულებისთვის გრან-პრი და პირველი ადგილი ავიღეთ. კულტურის ცენტრი ასევე აკეთებს უნიკალურ პროექტს. ეს პროექტი არის ყველა ანსამბლის სიმღერების მოძიება და ჩაწერა. ფაქტურად მოვიძიეთ და ჩავწერეთ 70 გურული სიმღერა, რომელიც სრულმოკლე ხანში ადგილობრივი ოზურგეთლების წინაშე წარსდგება აუდიო დისკის სახით და ფაქტურად ეს საქმე კარგა ხანია, ფიქრობ 2 საუკუნის განმავლობაში არ გაკეთებულა. ასევე მუშაობს წიგნზე კულტურის ისტორია და ცენტრი როგორც ჩატარებული ღონისძიებით, ესე სამეცნიერო კუთხით ძალიან დატვირთული არის. ჩვენ 1 წლის განმავლობაში 123 ღონისძიება ჩავატარეთ, აქედან 10 პროექტი და ასევე მოვიპოვეთ 2 გრანტი. ეს არის კულტურის სამინისტროს გრანტი და სისიპიო ახალგაზრდულის გრანტი, სადაც შეიძლება ბავშვებს შემთხვევაში გაიარონ ციფრულ უნარებთან და ციფრულ სამყაროს ეზიარონ. და ვფიქრობთ, რომ ჩვენი წლევანდელი, უბრალოდ ჩაშრამდელი წელი ძალიან წარმატებული არის ჩვენი ცენტრის საქმიანობისთვის. ჩავაბარეთ 2025 წლის ანგარიში სპორტული მიღწევები ჩვენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. ჩვენ რომელმაც მიიღეთ საქართველოს ჩემპიონატში წელსაც წარმატებით დავიწყეთ, ესეც აღვნიშნეთ 2026 წელი გუნდური ჩემპიონები გავხდით და ყველას უსურვებთ წარმატებას.